გაინტერესებს რა უთხრა ილია თოფურიამ კროუფორდს და რა უპასუხა კროუფორდმა მას. კონორ მაკგრეგორი პრეზიდენტი აღარ იქნება და მსგავსი სიახლეები მომავალ ეპიზოდში. რადგან ეს არის პრობლემა, რომელიც სპორტის სამყაროზე აისახა, რას ფიქრობ გაზაში ომზე და იქ ისრაელის სამხედრო ოპერაციებზე? გსურს თუ არა, რომ ებრაელ მებრძოლებს აეგზავნოთ სპორტულ ღონისძიებებში გამოსვლა? სიმართლე ის არის, რომ ასეთ მოვლენას ვერასოდეს დაუჭერ მხარს. არ გსურს, რომ სოფლიოში ვიღაც მოკვდეს. პირიქით, არ გსურს, რომ ვიღაცას რაღაც აკლდეს. გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს წყალი, პური და საჭმელი. და გულწრფელად გეუბნები, რომ აქედან მხარს უჭერთ გაზაში მყოფ ყველა ოჯახს. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. რომ გქონოდა რამე შანსი, რომ რამე გამეკეთებინა, ახლავე შევაჩერებდი ომს, იმიტომ რომ ამას არ ვეთანხმები. ილია თოფურიას მიმართვა ტერენს კროუფორდს. შენ ამბობ, რომ MMA-ის ფანი ხარ, მაგრამ არც კი იცი ვინ ვარ. საინტერესოა. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, შენ მითხარი, წარმატებებს გისურვებ ამ კვირას მოახლოებულ ბრძოლაში. მეხსიერება გღალატობს და მალე შენი ნიკაპიც გიღალატებს. მე მთელს MMA-ს წარმოვადგენ. Pound for pound ნომერი პირველი რეალურ ბრძოლებში. Pound for pound მოკრივეს წინააღმდეგ. კომენტარებში დაწერე, თუ რას ფიქრობ ამ ბრძოლის შესახებ. უყურე ამ ვიდეოს და გაიგებ, რას ფიქრობს ტერენს კროუფორდი ილია თოფურიას შესახებ. მან გუშინ გიპასუხა კიდეც ტვიტერზე, იმის შესახებ, თუ როგორ გამოხვედი მის სიმღერაზე. ვიცი, რომ ამაზე უკვე შეგეკითხეს, მაგრამ აი მისი პასუხიც. თავიდან მან მთვრალი დამიძახა, შემდეგ ჩემს სიმღერაზე გამოვიდა. კროუფორდ, როცა სურვილი გაგიჩნდება, შემიძლია გასწავლო მარიაჩის ცეკვა რინგზე და კანელო შენთვისაც შემოვინახავ ერთ რაუნდს. გულწრფელად, შენ მის სიმღერაზე გამოხვედი. არ იცოდი, რომ ეს ის სიმღერაა, რომელზეც ის გამოდის? გულწრფელად რომ გითხრა, ამ ბიჭის ბრძოლა არასოდეს მინახავს. არ ვნერვიულობ საერთოდ ამ ბიჭზე. საერთოდ. არც კი ვიცოდი ვინ იყო. როდესაც UFC-ში ვნახა, მოვიდა რათა ხელი ჩამოერთმია და მომიკითხა. არც კი ვიცოდი ვინ იყო. და მე ვნახე ონლაინში როგორც საუბრობდა ამის შესახებ. თუ როგორ გამთიშავდა პირველ რაუნდში. თუ ჩემთან ბრძოლა გსურდა, ამის შესაძლებლობა გქონდა, რომ გეთქვა, ძმაო, შენთან ჭყობი მინდა. ეს მოჩვენებითია. თუ ვიღაც არ მომწონს და მასთან ბრძოლა მინდა, რაც არ უნდა იყოს მიზეზი. მივიდოდი და ვეტყოდი, რა შვები ძმაო, რას ფიქრობ ჩემსა და შენს ბრძოლაზე? არ წავალ და არ დავიმალები კლავიატურის უკან. ან რაღაც მსგავსი. და არ დაუწერდი, რომ ამ ბიჭს გავთიშავდა რაღაცეები. რას ფიქრობ, მართლა უნდა შენთან ბრძოლა? თუ შენი აზრით, როგორც ბავშვები ამბობენ, ამას იმიტომ ამბობს, რომ პოპულარული ხარ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ამიტომ აკეთებს. მგონი რინგში ფულის გამო უნდა შემოსვლა. კარგი ჩეკის მიღება. არც კი ვიცი რამდენს გამოიმუშავებს. არ ვიცი ამის შესახებ რას ფიქრობს, მაგრამ მას არც კი მინდა ამაზე ლაპარაკე. მას შემდეგ რაც ახლა ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. გაქვს ინტერესი მასთან ჭყობის? რისთვის? ფული. რა ფულს მივიღებ მასთან ჭყობისთვის? ვიცი, რომ ფლოიდმა ძალიან ბევრი იშოვა კონორთან ჭყობისთვის. ის კონორ მაკგრეგორის ლეველთან ახლოსაც კი არ არის. არასოდეს შეადრო ის კონორ მაკგრეგორს. კონორი აქ იყო. ის კი აქ არის. როგორც უკვე გითხარი, არ ვიცი ეს ბიჭი ვინ არის. არასოდეს მინახავს მისი ჭყობი. თან ბევრ MMA-ს უყურებ. შეიძლება ეს ჩემი ბრალია და რაღაცას ვერ ვამჩნევ. შეიძლება კარგი მებრძოლია. არ ვიცი, მაგრამ ამ ბიჭის ბრძოლა არასოდეს მინახავს. უთხარით, რომ წავიდეს და თავის კარიერაზე იმუშაოს. უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს. ახალი ამბავი. კონორ მაკგრეგორმა გამოაცხადა, რომ ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ყურადღებით გაანალიზების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახთან განვიხილე ეს ყველაფერი, საპრეზიდენტო არჩევნებიდან ჩემს კანდიდატურას ვაუქმებ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე სწორი არჩევანია. თუ მოგწონს ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო. შენი აზრით იქნება თუ არა რაიმე კიდევ დიდი UFC-ს და კრივის გადაკვეთა, რაღაც მაკგრეგორის და მეივეზერის მსგავსი. რა თქმა უნდა, არაფერი ამაში ახალი. თუ ერთხელ უკვე გაკეთდა, შეიძლება კიდევ ამის გაკეთება. ყველაფერი მუჰამედ ალისგან დაიწყო. პირველად მან გადაკვეთა გზები. მაიკ ტაისონმა გადაკვეთა გზები. ეს ყველა მებრძოლი აკეთებს გადაკვეთებს. იმ მომენტისთვის, როცა მათი კარიერა უკვე სრულდება, ან დაღმართისკენ მიექანება. თუ კიდევ გვეყოლება UFC-ს მეგავარსკვლავი და თუ იქნება კიდევ ერთი კრივის მეგავარსკვლავი. და თუ ისე მოხდება, რომ ისინი შემთხვევით ერთწონით კატეგორიაში მოხვდებიან, ეს რა თქმა უნდა მოხდება, როცა სწორი დრო იქნება ამისთვის. არ შეიძლება ითქვას, რომ ამის გაკეთება აღარ მოხერხდება. მოვსარ ევლოევი მიმართავს მის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს. გილოცავ დიეგო ლოპეს. მოდი რევანში ჩავატაროთ. ან შემიძლია ლერონ მერფისთან ბრძოლაც. ჩემთვის სულ ერთია, რომელი იქნება ამ ორიდან.
ახლა ერთადერთი ვარ, ვისაც შეუძლია ვოლკის დამარცხება, მაგრამ თუ მომიწევს ლერონთან ან დიეგოსთან ბრძოლა, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. დიეგო ლოპესი მარტივად ვცემე, არნოლდ ალენიც და ალჯო სტერლინგიც. არც ერთი არ ემსახურებს არაფერს, მაგრამ რომელიმეს თუ სურვილი ექნება რომ ისევ მეჩხუბოს, არ არის პრობლემა. წერს სოციალურ ქსელში ინგუში მებრძოლი. შემდეგ მოვსარმა ცალკე მიმართა ბრიტანელ მებრძოლს, ლერონ მერფის, რომელმაც მოვსარი აარონ პიკოსთან ბრძოლაში ჩაანაცვლა და ულამაზესად დაანოკაუტა პიკო. ამით კი გახდა სატიტულო რბოლის ლიდერი. მისმენე, დიდი ალბათობით შენ ამ სატიტულო შანსს ვერ მიიღებ და საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვიწევს ხუბი. მოუთმენლად ველე ამას, მაგრამ თუ კი მაინც მიიღებ სატიტულო ბრძოლის შანსს, წარმატებებს გისურვებ. დაამატა ევლოევმა. სიმართლე რომ გითხრათ, რაღაცნაირად უკვე მეწოდება ევლოევი. შენი აზრით მიიღებს 2025 წელს სატიტულო ბრძოლის შანსს? ეს ჩარლზ ოლივეირას ჭიდაობის ვარჯიშის ვიდეოა, რომელსაც რაფაელ ფიზიევთან მოუახლოვდა ბრძოლა. შენი საყვარელი მებრძოლი ვინ არის? როცა ვიზრდებოდი, 2 იყო. ან 3. 3 ჩემი საყვარელი მებრძოლი. 16-ის როცა ვიყავი. ისინი პრაიმში იყვნენ. ეს იყო ფედორი, მაურისიო შოგან როა და ჯორჯ სენ-პიერი. ეს 3 ბიჭი იყო. პრაიმში იყვნენ. UFC-ს და პრაიდის ჩემპიონები იყვნენ. მათი ბრძოლების ყურებაში ვიზრდებოდი. როდესაც პირველად შევხვდი, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. იმიტომ რომ მათი ბრძოლებით ვიზრდებოდი. თითქმის ხელჩართული ცხუბი გქონდა. ერთ-ერთ აღმასრულებლების შეხვედრაზე. ვინ ვის წინააღმდეგ? ერთ-ერთი ჩვენი აღმასრულებელი ფიქრობდა, რომ ეს აბსოლუტურად მცდარი იდეა იყო. გაგიჟდა და უთხარი, რომ სახლში წასულიყო. შეგიძლია წახვიდე და სახლში დაჯდე შემდეგი 6-8 თვის განმავლობაში. არ მინდა რამე ნეგატიურის მოსმენა. არ მსურს ამის მოსმენა. მინდოდა შენთვის მომელოცა. ამას ყოველთვის მივიღებ. ამაში არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ თქვენ ძალიან ბევრს ლაპარაკობდით. ჩვენ ერთმანეთს დავხოცავთ, მაგრამ აქ არა. გილოცავ ძმაო. მადლობა. გულიდან ამოსულ სიტყვებს გეუბნები. იქ არ ვიტყუებოდი. მე ნამდვილი ვარ. აქ იმისთვის არ მოსულ ვარ, რომ გეპირფერო. გულწრფელად გესაუბრები. შენ ჩემპიონი იქნები. კი ვიცი. შრომა გააგრძელებ. ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. საერთოდ არაფერს ვიტყოდი, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრს ლაპარაკობდით. შენ არა ძმაო. შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მაგალითად მე დიეგო ლოპესის ფანი ვარ. ჩემი აზრით კარგი მებრძოლია, ძლიერია, მაგარი ყბა აქვს. ძალიან გამძლეა. ჩემი აზრით ძალიან ნიჭიერი ბიჭია. პარტერში ყველაფერი შეუძლია. მაგრამ ჩემი აზრით ჯერჯერობით სრულყოფილი არ არის. ოდესმე გახდება ჩემპიონი. თუ ის გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ეხლა აკეთებს. მასზე არაფერს დაკნინებით არ ვიძახი. ჩემი აზრით მე უკეთესი მებრძოლი ვარ. არ ვამბობ, რომ რკინის ნიკაპი მაქვს, ან ყველაზე გამძლე ვარ, მაგრამ ვიცი რომ ძლიერი ვარ. ვიცი რომ ჭკვიანი ვარ. როცა საქმე ეხება ბრძოლის ინტელექტს, თუ მომზადების დროს მომცემთ, ამ დივიზიონში ნებისმიერი მებრძოლისთვის გაუსაძლისი ოპონენტი ვარ. აი ეს არის ჩემი ორი აზრი ამაზე. იქნებოდა დიეგოს ბრძოლა რთული? რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მე მას დავაგდებ, დარწმუნებული ვარ რომ გამომკლავდები. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, მათი ბებიების ჩათვლით. მიგზავნიან სონგ იადონგის და შუგას ბრძოლის სკრინშოტს. 6 დეკემბერი, ხალხი მილოცავს. როდის იწყება მოსამზადებელი ბანაკიო? და ჩემი აზრით ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, ტიმმა ნახა. როცა ბრძოლები ჩინეთში იყო. სონგმა გადაიღო მერაბთან ფოტო. და თქვა რომ მე მეჩხუბება. გულწრფელად არ ვიცი რა არის გეგმა. არ არის არაფერი ოფიციალური, UFC-სთან არ მისაუბრია. ვინ, როდის და სად. სონგი კარგი მომავალი ოპონენტი ჩანს. აზრიანი ბრძოლაა, შეხამებაც მომწონს. კარგი ბრძოლა ჩანს. იმ შემთხვევაში თუ მაწყობს თარიღი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ან თუნდაც ნოემბერი, მზად ვარ. შემდეგ კვირას დამირეკებ და ვიტყოდი რომ ეს ბრძოლა მოკლე დროში აღებულია.
მაგრამ მომწონს ეს სურთაბრძოლა. აზრიანია, ჯანმრთელი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. გიჟივით ვარ ჯიშობ. და ხო, კიდევ ერთხელ, მომწონს ეს დაპირისპირება. გამოიწერე ჟურნალისტი და იყავი მოვლენების ეპიცენტრში.